მოგესალმებით, უყურებთ ახალ ამბებს პირველზე, მე ქეთი მამრიგიშვილი ვარ. შეტევა საქართველოს სუვერენიტეტსა და ქართულ ეკლესიაზე ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციებს ხელისუფლება დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპების უხეშ დარღვევად აფასებს. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით ევროპარლამენტის რიგით მე-10 რეზოლუციით ევრობიუროკრატია ღიად მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმურობის განსაზღვრის უფლება არა ქართულ ხალხს, არამედ მათ ეკუთვნით. შალვა პაპუაშვილის შემაშფოთებელ პრეცედენტს უწოდებს ევროპული ინსტიტუტის მხრიდან საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმას და აცხადებს, რომ ევროპარლამენტმა ბოლო ანგარიში თავი გაუტოლა რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას. პარლამენტის თავმჯდომარე ევროპულ ინსტიტუტებს მოუწოდებს შეწყვეტონ საქართველოს მიმართ მტრული რიტორიკა, დეზინფორმაცია ხელისუფლების წინააღმდეგ, აღიარონ საქართველოს სუვერენიტეტი და დაიცვან საერთაშორისო სამართლის პრინციპები. რასა იუკნევიჩიანის მიერ მომზადებული ანგარიშით ევროპარლამენტმა ფაქტობრივად განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმურობის განსაზღვრის უფლება არა ქართულ ხალხს, არამედ ბრიუსელის პოლიტიკურ ბიუროკრატიას ეკუთვნის, რომ სწორედ მას შეუძლია გადაწყვიტოს, ვინ უნდა მართავდეს საქართველოს და რომელი ხელისუფლებაა მისთვის მისაღები. ეს წარმოადგენს დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპების უარყოფას. ანგარიში ეკლესიის მოხსენიება რუსული რელიგიური ქსელებისა და გავლენის ოპერაციების კონტექსტში წარმოადგენს ოფიციალური ევროპული ინსტიტუტის მხრიდან საქართველოს ეკლესიაზე პირველ ღია თავდასხმას და შეურაცხყოფას აყენებს მილიონობით მორწმუნის რელიგიურ გრძნობებს. ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და ქართულ ეკლესიაზე ერთდროული შეტევა არსებითად არის შეტევა საქართველოს სახელმწიფოებრიობის იდეაზე. ჩვენთვის პრინციპულია, რომ ევროკომისია თავშივე გაემიჯნოს ევროპარლამენტის მხრიდან ქართულ ეკლესიაზე ამგვარ უხეშ თავდასხმას. ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროკავშირის ბიუროკრატიას ქმედითი ნაბიჯები აქვს გადასადგმელი საქართველოსთან დიალოგის აღსადგენად. ამისთვის აუცილებელია შეწყდეს ქართველი ხალხისა და საქართველოს ეკლესიის მიმართ მტრული რიტორიკა, დასრულდეს დეზინფორმაცია საქართველოს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ, სრულად იქნეს აღიარებული საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტი და განუხრელად იქნეს დაცული საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები. დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება საქართველოში. ამ სახელწოდებით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებით მორიგი რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტში, რომლის ავტორებიც ოპოზიციის მოკავშირე პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები არიან, მოთხოვნები უცვლელია კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე მსჯავრდებულ პირთა გათავისუფლება და ქვეყნის სუვერენიტეტის მიზნით მიღებული კანონების გაუქმება. რეზოლუციის მიღებამდე სტრასბურგში გაიმართა დებატებიც, სადაც დეპუტატთა ნაწილმა ოპოზიციას ბოიკოტის შეწყვეტასა და კონსტრუქციული დიალოგის მოუწოდა, ნაწილი კი ისევ დემოკრატიის უკუსვლაზე აპელირებდა. რეზოლუციის მიღებამდე სტრასბურგში საგანგებოდ ჩავიდნენ ოპოზიციისა და NGO სექტორის წარმომადგენლები. რეზოლუციასა და ასამბლეაში გამართულ დებატებს მწვავე შეფასებები მოჰყვა თბილისში. პარლამენტის თავმჯდომარე დოკუმენტს საქართველოს სუვერენიტეტზე თავდასხმად აფასებს და ავტორების მიკერძოებულობაზე მიუთითებს. შალვა პაპუაშვილის თქმით, დეზინფორმაციებზე აგებულ დოკუმენტებს ქართველი ხალხისთვის ფასი არ აქვს. ევროსაბჭოს სადამთავრებო დოკუმენტებთან შეუთავსებელი არის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ეს რეზოლუცია. ვინაიდან პირველი, რასაც ის არღოს, ეს არის ქვეყნების სუვერენიტეტს. საბჭოთა მენტალიტეტის რეზოლუციები ჩვენთვის იმაზე ნაკლები ფასი აქვს, ვიდრე ის ქაღალდი, რომელზეც ის იბეჭდება. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისია იყო 2024 წელს, რომელიც ცდილობდა მისი ხელმძღვანელი ბატონი ბულაი ცდილობდა ზეწოლას ეუთოს სამკვირვებლო მისიაზე, რომ შეეცვალათ ეუთოს ანგარიში. გუშინდელ რეზოლუციაში ის იყო ავტორი ცვლილებისა, რომლითაც ითხოვდნენ, რომ ჩაწერილიყო რეზოლუციაში, რომ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი. აი როცა ასეთ ადამიანთან გვაქვს საქმე, რომელიც ცდილობს გამოიყენოს საერთაშორისო ინსტიტუტები იმისთვის, რომ სააკაშვილი გამოაცხადოს პოლიტპატიმრად, საქართველოს უკანასკნელი დიქტატორი, წამების სისტემის შემქმნელი, ამ ადამიანისგან რა ობიექტური დასკვნები და შეფასებები შეიძლება ველოდოთ. ჩვენ ევროსაბჭოში შევედით 99 წელს იმ იმედით, რომ ჩვენი სუვერენიტეტი ყოფილიყო გაძლიერებული და დღეს ევროსაბჭოს ერთ-ერთი ინსტიტუცია, პასე, არის საქართველოს სუვერენიტეტზე ერთ-ერთი მთავარი თავდამსხმელი. ქართულ ხალხს ჩვენთვის მანდატი მოცემული აქვს ორი მთავარი ამოცანისთვის. ეს არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა
და საქართველოს ხალხის კეთილდღეობის გაძლიერება და ამ ორ ამოცანას ვემსახურებით ჩვენ. რომელი ინსტიტუციაც ამ ორ ამოცანას ხელს შეუწყობს, იმ ინსტიტუციას ვეთანამშრომლობთ. საქართველოში უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმზე ანგარიშს საერთაშორისო სავალუტო ფონდი აქვეყნებს. დოკუმენტის თანახმად დასაქმების სტრუქტურა თანდათან გადაადგილდა სოფლის მეურნეობიდან ვაჭრობისა და მშენებლობის სექტორებისკენ. ამავე დროს ვაკანსების რაოდენობა გაიზარდა მაღალ კვალიფიციურ სექტორებში, როგორიც არის ინფორმაციული ტექნოლოგიები და ფინანსები, მაშინ როდესაც შემცირდა საშუალო კლასიფიკაციის სამუშაოებზე მოთხოვნა ვაჭრობის, გაყიდვისა და მშენებლობის სფეროებში. სავალუტო ფონდი უმუშევრობის სრულად დაძლევის პრიორიტეტულ ნაბიჯებად სასწავლო პროგრამების შრომის ბაზრის მოთხოვნებთან მეტად დაახლოებას და პროფესიული განათლება გადამზადების გაძლიერებას ასახელებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დაადასტურა, რომ საქართველოში უმუშევრობა არის ისტორიულ მინიმუმზე. სავალუტო ფონდი აღნიშნავს იმ გამოწვევებს, რომელიც არის შრომის ბაზარზე, განსაკუთრებით ეხება ახალგაზრდების დასაქმების საკითხს და კვალიფიციური სამუშაო ძალის, კვალიფიციური სპეციალისტების საკითხს. მნიშვნელოვანია შრომის ბაზარს მიეწოს ადეკვატური კვალიფიკაციის სპეციალისტები. ამასთან დაკავშირებით საქართველოს ყველაფერს გააკეთებს განათლების რეფორმით, ყველა რეფორმით გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ მაქსიმალურად გაიზარდოს დასაქმების მაჩვენებელი და შემცირდეს უმუშევრობა. საქართველოს მორიგი აღიარება ჩვენი ქვეყანა ბიუროკრატიის ხარისხით მსოფლიოში 25 ადგილზე გავიდა. კვლევა ჩენდლერის ინსტიტუტმა კარგი მთავრობის 2026 წლის ანგარიშის ფარგლებში გამოაქვეყნა. საქართველოს პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველ ადგილზე აუსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის შენგენის ზონისა და ნატოს წევრ 18 სახელმწიფოს, მათ შორის იტალიას, ესპანეთს, პორტუგალიას, ჩეხეთს, სლოვაკეთს, უნგრეთს, პოლონეთს, ხორვატიას, ესტონეთს, ლატვიას, ლიეტუვას, საბერძნეთს, რუმინეთს, ბულგარეთს, მალტას და სხვა რამდენიმე ქვეყანას. ბიუროკრატიის ხარისხის მსოფლიო რეიტინგი ორ გლობალურ ანგარიშგებაზე ფუძნება. პირველ შემთხვევაში გამოკითხვის მიზანი იყო შეეფასებინა ბიუროკრატიის ხარისხი და უნარი განახორციელოს სახელმწიფო პოლიტიკა, ხოლო მეორე ნაწილი უკავშირდება იმის გარკვევას, თუ რამდენად აქვს ბიუროკრატიას მართვისათვის ძალა და გამოცდილება პოლიტიკაში მკვეთრი ცვლილებებისა და სახელმწიფო სერვისების შეფერხების გარეშე. ჩენდლერის ინსტიტუტის კარგი მთავრობის შეფასების ანგარიშის მიხედვით საქართველოს ბიუროკრატიის ხარისხი არის მსოფლიოში 25 პოზიციაზე და ევროპის საუკეთესო 20-ში. ევროკავშირის, ნატოს და შენგენის ზონის 18 სახელმწიფოზე წინ და პირველ ადგილზეა პოსტსაბჭოთა სივრცეში. საქართველოს გამორჩეულია კეთილსინდისიერი მმართველობით და ბუნებრივია ჯანსაღი ბიუროკრატია. კეთილსინდისიერი მმართველობა გავლენას ახდენს კეთილდღეობის დონის გაუმჯობესებაზე საქართველოში. საქართველოს შესახებ გავლენიანი საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტის ანგარიშში ასახული მაჩვენებლები პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით სახელმწიფო მმართველობის ხარისხის მიმართულებით ჩვენი ქვეყნის პროგრესს კიდევ ერთხელ ადასტურებს. შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს პროგრესს აღწევს მაშინ, როდესაც მმართველობა ემყარება ეროვნულ ინტერესებს, ეფექტიან გადაწყვეტილებებს და მოქალაქეთა რეალურ საჭიროებებს. ეს არის მათ შორის იმის შედეგი, რომ ჩვენ შევწყვიტეთ მავნე რეკომენდაციების გაზიარება, რომელიც სწორედ მმართველობის სისტემას ეფუძნებოდა. მათ შორის საპარლამენტო დონეზე, ახალი რეგლამენტით, მათ შორის აღმასრულებელ დონეზე და ეფექტიანობასთან ერთად საქმიანობა ხელისუფლების გახდა მეტად გამჭვირვალე, მოქალაქეზე ორიენტირებული, სწრაფი და შედეგიანი, რაც მთავარია. ასე რომ ეს არის სწორედ გამოვლენა იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება და საქართველოს ხალხი და საქართველოს იგებს მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლება უსმენს ქართულ ხალხს და არა უცხო ხალხების წარმომადგენლებს. რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატა მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა. კანონპროექტი დამტკიცებულია და ავალებს ხელისუფლებას შესაბამისი მოლაპარაკებები მოლდოვის ოფიციალურ პირებთან დაიწყოს. დოკუმენტს საბოლოოდ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს სენატი ამტკიცებს, თუმცა პროცესი შესაბამისი პროცედურების დაწყების მიზნით იწყება. ნაციონალურ მოძრაობაში საკითხზე პასუხს თავს არიდებენ და ამბობენ, რომ მოლდოვის სუვერენიტეტი მათი ინტერესისაგან არ წარმოადგენს. ქართულ ოცნებაში კი ხაზს უსვამენ, რომ მოლდოვის საქართველოსთან შედარება შეუძლებელია, რადგან ჩვენი ქვეყნისთვის პირველ ადგილზე სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა დგას. ცნობისთვის მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ არაერთხელ განაცხადა, რომ რუმინეთთან გაერთიანება მათი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისთვის დადებითი შედეგის მომტანი იქნებოდა.
რუმინეთის პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას რუმინეთის მოლდოვას რესპუბლიკასთან გაერთიანების შესახებ. რუმინეთის პარლამენტი უფლებამოსილებას აძლევს ქვეყნის მთავრობას დაუყოვნებლივ და სასწრაფოდ დაიწყოს მოლაპარაკებები კიშინიოვის ხელისუფლებასთან მოლდოვას რესპუბლიკასთან გაერთიანების დასასრულებლად. ამ კანონის მიღებისა და ოფიციალური გამოქვეყნების შემდეგ კანონის დებულებების აღსრულების მიზნით ეცნობებათ კომპეტენტურ საერთაშორისო ორგანოებს, მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ნატოს, გაეროს და ევროკავშირს. რუმინეთი შეთანხმდა, მოლდოვა შეთანხმდა, არც ეს პრობლემა არ აქვს. ჩვენ რატომ უნდა გვაწუხებთ? ჩემთვის ახლა რასაც თქვენ მეკითხებთ, ეს აბსოლუტურად არარელევანტური. მოლდოვის და რუმინეთის ტერიტორიული სუვერენიტეტს რა თავისით მოუვლიან, თავისით გაარკვევენ. ჩვენ იმას ვჩიოდით, რომ სამწუხაროდ ზოგიერთი ბრიუსელში ევროინტეგრაციას უყურებს როგორც სუვერენიტეტის შეზღუდვას და თურმე სუვერენიტეტის შეზღუდვა კი არა, საერთოდ სახელმწიფოს გაუქმებაზე მიდგა საქმე მოლდოვის შემთხვევაში. მოლდოვის ხელისუფლებას არაფრად მიაჩნია საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობა და ფაქტობრივად აღიარებენ 35 წელი, აბა რას აშენებდნენ, რა ქვეყანას აშენებდნენ, რა სახელმწიფოებრიობას ქმნიდნენ, როდესაც ახლა ამბობენ, რომ არანაირი მნიშვნელობა სახელმწიფოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას მათთვის როგორც ჩანს არ ქონია. ჩვენ სხვა მდგომარეობაში ვართ, ჩვენ 1000-სლოვანი სახელმწიფო, უწყვეტი სახელმწიფოებრივი ისტორია გვაქვს და ჩვენ ახლა ასეთი დამოკიდებულება ქართულს ვერც კი დაესიზმრება, რომ მიფიქროს, რომ შეუძლია საკუთარი სახელმწიფო გააუქმოს რაღაც ევროპული იდეის გამო. ეს აჩვენებს, რომ მოლდოვას როგორც ჩანს არ აქვს იმედი, რომ სერიოზული განზრახვები დგას ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით. მოლდოვას, რომელსაც ხედავთ, რომ დემონსტრაციულად აცხადებენ რამის სანიმუშო მოწაფედ ევროინტეგრაციის პროცესში. პრემიერ-მინისტრი პარლამენტში ხალხწლიური ანგარიში წარსდგება. მთავრობის მეთაური დეპუტატებს გასული წლის 1 ივნისიდან მიმდინარე წლის მაისის ჩათვლის საანგარიშო პერიოდში სამთავრობო პროგრამით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულების პროცესსა და მიღწეულ შედეგებს წარუდგენს. პრემიერ-მინისტრის მოხსენება ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებისა და სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად სფეროებს ეხება. ანგარიშის წარდგენის შემდეგ რეგლამენტი კითხვა-პასუხის რეჟიმსა და პოლიტიკური ჯგუფების სიტყვით გამოსვლებსაც ითვალისწინებს. გონივრული პოლიტიკის შედეგად კრიზისებს კი არ ვებძვით, როგორც ამას ევროკავშირის ქვეყნები აკეთებენ და ევროკავშირი, რუსეთი, ახლო აღმოსავლეთი ყველა დღეს საფიქრალი აქვს, როგორ ამოვიდნენ იმ ეკონომიკური სტაგნაციიდან, სადაც იმყოფებიან. საქართველოს პირიქით ეკონომიკურად ეკონომიკის ზრდის ტემპებით არის ლიდერი, არა მხოლოდ რეგიონში, ევროპაში და კონტინენტზე. ერთი მხრივ და მეორე მხრივ ფიქრობს სამომავლო გეგმებზე და რეფორმებზე, განათლების სისტემის რეფორმაზე, სახელმწიფო მართვის სისტემის რეფორმაზე, ახალი იდეების განხორციელებაზე სახელმწიფო მართვის სტრუქტურებში და პროცედურებში, ასე რომ ეს იქნება მოხსენება, რომელიც აჩვენებს თუ რას ნიშნავს გონივრული პოლიტიკა და რამდენად გაუმართლა საქართველოს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში პარლამენტში 129 გვერდიანი დოკუმენტი უწყების მიერ განხორციელებულ ფინანსურ და ეფექტიანობის აუდიტებს მოიცავს. დოკუმენტი ასევე ასახავს სახელმწიფო სახსრების, ბიუჯეტისა და საჯარო რესურსების ხარჯვის მონიტორინგის შედეგებს. გასულ წელს 44 აუდიტი ჩატარდა. როგორ კონტროლდებოდა გასულ წელს საბიუჯეტო ხარჯების ხარჯვა, სახსრების ხარჯვა, რა ხარვეზები გამოვლინდა და რამდენად შესრულდა უწყებების მიმართ გაცემული რეკომენდაციები. ნინი სალუქვაძე გვერდება თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში. ნინი გისმენთ. დიახ, გენერალურმა აუდიტორმა დეპუტატებს გასული წლის შედეგები გააცნო და ისაუბრა როგორც ჩატარებული აუდიტების რაოდენობაზე, ასევე გამოვლენილ დარღვევებსა და რეკომენდაციების ეფექტიანობაზე. ანგარიშის მიხედვით 2025 წელს ჯამში ჩატარდა 44 აუდიტი, მათ შორის არის 5 ფინანსური, 3 უწყებათა შორისი, 10 ეფექტიანობის, 26 კი შესაბამისობის აუდიტი. რაც შეეხება შედეგად გამოვლენილი დარღვევების ფინანსურად თანხობრივად ჯამურმა რაოდენობამ შეადგინა 36 მილიონ ლარზე მეტი, რაც შეეხება რეკომენდაციების შესრულებას საანგარიშო პერიოდში ჯამში 3200 რეკომენდაცია შესრულდა, საიდანაც 10% არის შეუსრულებელი, თუმცა როგორც გენერალურმა აუდიტორმა გიორგი გავიტაშვილმა აღნიშნა, რეკომენდაციების ნაწილში შედეგად ბიუჯეტში დაბრუნდა ზედმეტად გადახდილი თანხები, ასევე მობილის და
დამატებითი შემოსავლები და ამ ჯამურმა ფინანსურმა სარგებელმა შეადგინა 11 მილიონ ლარზე მეტი. 2025 წელს ჩავატარეთ 44 აუდიტი, მათ შორის 5 ფინანსური, 26 უწყებათა შორისი, შესაბამისობის 3 უწყებათა შორისი და 10 ეფექტიანობის აუდიტი. ჩატარებული ფინანსური აუდიტებით დავფარეთ 28.5 მილიარდ ლარზე მეტი, რაც ნაერთი ბიუჯეტის 95%-ია. საერთო ჯამში 2025 წელს 36.5 მილიონი ლარი შეადგინა ჩატარებული აუდიტებით გამოვლენილი დარღვევების თანხმობრივმა მაჩვენებელმა, რომელიც სისტემური ხასიათის ნაკლოვანებებს მოიცავს და ძირითადად უკავშირდებოდა საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანი, არაეკონომიური და არამიზნობრივი გამოყენების შემთხვევებს, ასევე შესყიდვებისა და აქტივების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს. ფინანსური აუდიტის ფარგლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამოწმებს და აფასებს საჯარო დაწესებულებების ფინანსურ ანგარიშგებას და გასცემს მოსაზრებებს ანგარიშის სისროლესა და სიზუსტეზე. 2005 წელს ჩატარებული 5 ფინანსური აუდიტიდან უპირობო მოსაზრება გაიცა 1 შემთხვევაში, პირობითი მოსაზრება 3 შემთხვევაში და 1 იყო უარყოფითი მოსაზრება. 2025 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახური ინსტიტუციური განვითარების ახალ საფეხურზე გადავიდა და პირველად განხორციელდა სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, ნაცვლად ინდივიდუალური სამინისტროების ფინანსური აუდიტისა. აღნიშნული შედეგად ნაერთი ბიუჯეტის თანხმობრივი დაფარვის მაჩვენებელი 95%-მდე გაიზარდა და შესაძლებელი გახდა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებითა და შეფასებებით განსაზღვრული მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება, მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტების ფარგლებში, როგორიც არის SIPMF-ი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და PEF-ს შეფასება. დღესვე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2025 წლის ანგარიშის განხილვა მოხდა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს მას, ამ წუთებში კი პლენარულ სხდომაზე მიმდინარეობს აუდიტის 2025 წლის ანგარიშის განხილვა. მადლობა ნინო სალუქვაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით განიხილა. ინიციატივა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ წარადგინა. ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ამ მიმართულებით რამდენიმე ცვლილება იგეგმება, მათ შორის ფიქციურ ქორწინებებსა და სასწავლო ვიზების არამიზნობრივ გამოყენებაზე კონტროლი წესდება. უცხოელი სტუდენტებისთვის წესდება ენობრივი ბარიერის ცენზი, მთავრობა კონკრეტული დოკუმენტების ჩამონათვალს დაადგენს, რომელიც მიჩნეული იქნება ქვეყანაში უცხოელების მიერ სწავლის გაგრძელების საფუძვლად. ჩვენ ეკონომიკურ ზრდის კვალდაკვალ იზრდება რისკები და ასე ვთქვათ, ხიბლი იმის რომ ჩამოვიდნენ საქართველოში არალეგალური გზებით, მათ შორის სხვადასხვა შეფასებებით 20,000-მდე არალეგალური მიგრანტი არის საქართველოში. შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალიან სისტემურად უდგება ამ პრობლემას, გამოვლენას უკანონო მიგრანტებისა და მათ გაძევებას ქვეყნიდან და პარლამენტი მთავრობასთან კონსულტაციით სწორედ მუდმივად აკვირდება თუ რა სამართლებრივი მექანიზმები არის კიდე დამატებით საჭირო შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და სწორედ ეს პროცესი არის და ჩვენ მივცეთ ყველა სამართლებრივი მექანიზმი, რათა ეფექტიანად შეძლონ ამ პრობლემის აღმოფხვრა. სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილი ჯარიმების შემცირების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს მესამე მოსმენით განიხილება. 14-დან 50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება. 50 კმ/სთ-ით მეტის გადაჭარბების შემთხვევაში კი უცვლელი დარჩება. ცვლილება ეხება ქულების სისტემასაც. კანონპროექტი პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება. ჩვენ გავზარდეთ რადიკალურად სანქციები მინიმალურ დარღვევებზეც. შემდეგ დააკვირდა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოგცა თუ არა ამან შედეგი. დიდი შედეგი არ მოგცა. რაც მოგცა იყო ის რომ მინიმალურ დარღვევების შემთხვევაში იყო მაღალი ფინანსური ტვირთი მოქალაქეებისთვის, ამიტომ ჩვენ ავირჩიეთ ამ ცვლილებით უფრო დიფერენცირებული მიდგომა, სადაც იქნება 3 ასე ვთქვათ კლასი დარღვევის მინიმალური გადაჭარბება, მეტი გადაჭარბება, დიდად გადაჭარბებული და იქნება შესაბამისი სიჩქარის გადაჭარბების ადეკვატური სანქცია. და ნახოთ, ამასაც დავაკვირდებით, რა შედეგები იქნება, ეს მუდმივი პროცესი არის იმისთვის, რომ ჩვენ მივახციოთ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილის შეურაცხყოფის ფაქტზე მალხაზ ბერიძე 1000 ლარით დააჯარიმა სხდომაზე. თავად კანონდამრღვევიც გამოცხადდა. მალხაზ ბერიძე ადასტურებს, რომ მის მიერ დაწერილ კომენტარს აღიარებს, ის განმარტავს, რომ სალომე ზურაბიშვილი პოსტის დატოვების შემდეგ ღია და მიზად მიმართულად მოქმედებდა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, რის გამოც ბერიძემ მას არაკორექტულად მიმართა. სალომეს როდესაც გავიდა მისი პრეზიდენტობის ვადა, იმ დღიდან მიზან მიმართულად და იქამდე მავნებლი საქმეებს ჩადიოდა ქვეყნის წინაშე, აღიზიანებდა ყველას. მე მივწერე შესაფერისად ვადა გასული და რაღაცა ასეთები. დღეს მოულოდნელად მოვედი სასამართლოში და თურმე ვინაიდან მე სალომე ზურაბიშვილს რაღაცას ამდაგვარი მიმართე და დავწერე 1000 ლარი ჯარიმა. მას სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. აღნიშნულთან დაკავშირებით ბატონმა მალხაზმა განმარტა, რომ არ იცოდა თუ იყო სამართალდარღვევა, თუმცა ამ შემთხვევაში სასამართლომ სწორად შეაფასა წარმოქმნილი საქმის მასალები. არათავისუფლებდა პირის პასუხისმგებლობისგან ის გარემოება, რომ არ იცოდა სავარაუდო სამართალდარღვევის არსებობის შესახებ და ნიშნების შესახებ, თუმცა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მის მიმართ სახდელი სახით გამოყენებულიყო ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ 22 ივნისს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი, მათ შორის საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 3 დღის განმავლობაში გაეროს საჯარო სერვისების ფორუმს უმასპინძლა. ფორუმმა მუშაობა დღეს დაასრულა. მასში 100 მეტი ქვეყნის წარმომადგენელი, საჯარო სექტორის ხელმძღვანელები და საერთაშორისო ექსპერტები მონაწილეობდნენ. ფორუმის მთავარი თემა იყო საჯარო ინსტიტუტების ტრანსფორმაცია, როგორ უნდა გახდეს სახელმწიფო სერვისები უფრო სწრაფი, ეფექტიანი, ინოვაციური და მოქალაქეზე ორიენტირებული. ფორუმის შედეგები იუსტიციის მინისტრმა და გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში შეაჯამეს. მაღალი დონის ფორუმის სერვისების ხელმისაწვდომობის მიზნით განხორციელებული საუკეთესო ინოვაციური პროექტების დაჯილდოების ცერემონიალი დასრულდა. ღონისძიებაზე 4 სხვადასხვა ნომინაციაში 12 საუკეთესო ინოვაციური პროექტი გამოვლინდა. ფორუმზე მსოფლიოს 62 ქვეყნიდან 700 ინოვაციური პროექტი იყო წარდგენილი. იუსტიციის მინისტრმა ფორუმის მონაწილეებს ღონისძიების წარმატებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საჯარო სერვისების გაეროს მაღალი დონის ფორუმის თბილისში ჩატარება იმ რეფორმების საერთაშორისო აღიარება, რომელთაც საქართველო წლებია წარმატებით ახორციელებს. გაეროს ეკონომიკური და სოციალური დეპარტამენტის სახელით უღრმეს მადლიერებას გადმოგცემთ ყველა თქვენგანს ფორუმში დინამიური მონაწილეობისთვის. ეს ფორუმი გვახსენებს, რომ საჯარო სექტორი არა მხოლოდ რეაგირებს ცვლილებებზე, არამედ ის უნდა გაუძღვეს ლიდერის პოზიციაზე ცვლილებებს. ხედვის თვალსაზრისით საჯარო მოსამსახურეები ფორმას აძლევენ მომავალს, რომელიც განსაზღვრულია პროგრესით და თანასწორობით. თქვენ როგორც საჯარო მოხელეები ცენტრში ხართ ტრანსფორმაციული პროცესის. თქვენ ხართ მთავარი ხიდი მაღალი დონის პოლიტიკისა და ყოველდღიურ ცხოვრებას შორის. თქვენი სამუშაო არის ბაზა, რომელსაც მდგრადი განვითარება არის დაშენებული. ამ ფორუმის განმავლობაში ჩვენ გამოვიკვლიეთ კრიტიკული საყრდენები, მდგრადი და მგრძნობიარე ინსტიტუტების ჩართულობა, ინოვაცია, მონაწილეობა, ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალეობა და ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანზე კონცენტრირებული მთავრობის მმართველობა. 2030 წლის გზას ვუყურებ და მის შემდეგ უნდა გამოვიყენოთ ტემპი, რაც თბილისში გავაკეთეთ. ჩვენ ბიძგი უნდა მივცეთ ინოვაციას და კრეატიულობის მხარდაჭერას, ყური დავუგდოთ საჯარო მოხელეებს, მოქალაქეებს და ბოლოს მინდა გამოვხატო მადლიერება მასპინძლების მინისტრ სალიას და იუსტიციის სამინისტროს მიმართ. ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რომლებიც თანამედროვე საჯარო მმართველობის სფეროში საფუძველს ქმნის ინოვაციაზე, გამჭვირვალობაზე, ანგარიშვალდებულებაზე, ინკლუსიურობასა და ციფრულ ტრანსფორმაციაზე. ამ აზრთა ურთიერთგაცვლამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ძლიერი საჯარო ინსტიტუტების მთავარი მიზანი მოქალაქეთა საჭიროებებზე ეფექტური რეაგირება და საზოგადოებრივი ნდობის გამტკიცება. ამ მიზნის მიღწევა კი დღეს უფრო მეტად ვიდრე ოდესმე საერთაშორისო თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარებას მოითხოვს. ამ ფორუმის განსაკუთრებული ღირებულება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ეძლევათ ერთმანეთთან
ერთმანეთს გაუზიარონ როგორც წარმატებები, ისე ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც საჯარო სექტორის ტრანსფორმაციის პროცესში დგანან. დარწმუნებული ვარ, რომ თბილისში გამართული დისკუსიები და გაზიარებული გამოცდილება ხელშეუწყობს საჯარო სერვისების გაუმჯობესებას, ინსტიტუტების გაძლიერებას და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას. 25 ივნისი მეზღვაურთა საერთაშორისო დღეა. ამ დღეს მსოფლიო 2011 წლიდან აღნიშნავს. დღევანდელი დღე მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნება ბათუმში. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის კურსანტებმა საზეიმო მსვლელობა მოაწყეს და იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ევროპის მოედანზე მოეწყო სპეციალური სივრცე, სადაც დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი ღონისძიება გაიმართება. საქართველოსთვის საზღვაო სექტორი ეკონომიკის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა. დღეისათვის ქვეყანას 21,000-მდე სერტიფიცირებული მეზღვაური ჰყავს. ბოლო წლებში განხორციელებულმა რეფორმებმა საზღვაო განათლების ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებამ და ინფრასტრუქტურულმა განახლებებამ მნიშვნელოვნად გაზარდა ქართველი მეზღვაურების კონკურენტუნარიანობა გლობალურ ბაზარზე. აღსანიშნავია, რომ მეზღვაურთა პროფესიული განვითარება და მათი კვალიფიკაციის ზრდა პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობასთან, რაც საქართველოს როგორც საზღვაო სახელმწიფოს პოზიციებს საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ უფრო ამყარებს. მეზღვაურების მოთხოვნა ჩვენთან საქართველოში ესე იგი დიდი ადრე თუ იყო სადაც 1000-2000 ადამიანი, ახლა დღეს 21,000, თითქმის 21,000-მდე მეზღვაური ყავს დასაქმებული და ესე იგი კიდევ ველოდებით რომ უფრო მოიმატებს და მოიმატებს, იმიტომ რომ ჩვენთან ეს პროფესია არის ან ესე იგი მოთხოვნადი და პოპულარული. თუ ზღვაში შედიხარ, იქიდან გამოსვლა უკვე ძალიან ძნელია. 48 წელია მე ფორმა მაცვია მეზღვაურის, ეხლაც რომ მე გემს ხედავ, გული მიმიცვის გემისთვის. მე ავირჩიე ეს პროფესია, რადგან არის ძალიან საპასუხისმგებლო, ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის ეკონომიკისთვის და იმედია, როგორც მომავალი კაპიტანი, წამოვწევ ქართულ მეზღვაურებს, მათ კომპეტენციას მსოფლიო ბაზარზე. მეზღვაურობა მართლაც ძალიან საპასუხისმგებლო და საგმირო პროფესია და მეზღვაურებს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით საქართველოს აღჩენებულსა და განვითარებაში. ჩემთვის დიდი პატივია ვიყო ამ დღის ნაწილი და მომავალში უკვე როგორც მომავალმა მეზღვაურმა გავაგრძელო მათი ეს საგმირო და ღირსეული საქმიანობა. ეკონომიკის მინისტრი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო. აღნიშნა, რომ ბათუმის აეროპორტი სრული მზაობით ხვდება გზავრების გაზრდილ ნაკადებს. საუბარი შეეხო სანავიგაციო სეზონთან დაკავშირებულ გეგმებს, ფრენების განახლებულ განრიგებსა და მგზავრების ეფექტიანად მომსახურების საკითხებს. სამუშაო პროცესის მიმდინარეობა მარიამ ქრივიშვილმა და ზურაბ პატარაძემ აეროპორტის მმართველი კომპანია ტავდო ჯორჯიას გენერალურმა მენეჯერმა გააცნო. თეა ზაქარაძემ ბათუმის აეროპორტის გაფართოების ხედვას წარადგინა. 2025 წელს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში წლიურმა მგზავრთ ნაკადმა რეკორდულ მაჩვენებებს მიაღწია, რაც წინა წლის შესაბამის მონაცემებთან შედარებით 29%-ით მეტია. მზარდი დინამიკა 2026 წლის იანვარ-მაისის პერიოდშიც. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ინფრასტრუქტურა, რომელიც ემსახურება ზღვისპირა რეგიონს. შესაბამისად მოვინახულეთ, თუ რა სამუშაოები ტარდება იმისათვის, რომ ტურისტულ სეზონს შესაბამისად დახვდეს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი და როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნული აეროპორტი ძალიან მზარდია თავისი მგზავრთნაკადის კუთხით. ჩვენ ასევე გავეცანით სამომავლო გეგმებს, თუ რა არის დაგეგმილი აღნიშნული აეროპორტის განვითარებისთვის. მნიშვნელოვანი არის ტურისტების მრავალმილიონიანი ნაკადის ზრდა და ამ ფერხულში, რა თქმა უნდა, საბაჟოები, აეროპორტები არის ერთ-ერთი უმთავრესი ობიექტები, საიდანაც ხდება ნაკადების შემოდინება. დღეს ჩვენ ვიყოფებით ბათუმის აეროპორტში და გვაქვს შესაძლებლობა ვიმსჯელოთ ბათუმის აეროპორტის განვითარებაზე, წარმატებაზე, სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტებზე. სამართალდამცველებმა თბილისში განზრახ მკვლელობის მსვლელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულებმა თბილისში ურთიერთჩალაპარაკების ნიადაგზე ახალგაზრდა მამაკაცზე ფიზიკურად იძალადეს. დაბრისპირებისას ერთ-ერთმა ბრალდებულმა ცივი იარაღის გამოყენებით მას დაზიანება მიაყენა, რის შემდგომაც ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს. დანაშაული 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა შენახვის ასევე რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სამართალდამცველებმა სხვადასხვა დროს თბილისში, გურიაში, აჭარასა და კახეთში 20 პირი დააგავეს. ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება. გამოძების ინფორმაციით ბრალდებულთა ნაწილი სპეციალურად მოწყობილ სათბურში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივაციას ახდენდა. პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ერთ-ერთი ბრალდებულისგან რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესრულების ფარული აუდიო ვიდეო ჩაწერა. დანაშაული 20 წლამდე უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით ბორჯომის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლების პროფესიული კოლეჯებისა და ადგილობრივი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ყურადღება გამახვილდა მაღალმთიან რეგიონებში დასაქმების ხელშეწყობის პროგრამაზე და სასტუმრო სარესტორანო მიმართულებით კადრების მოძიებასა და გადამზადების აუცილებლობაზე. შეხვედრის ფარგლებში ასევე ისაუბრეს შრომით იმიგრაციის სფეროში განხორციელებულ ცვლილებებსა და სიახლეებზე. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა მონაწილეებს სააგენტოს მიზნები, სერვისები და პროგრამები გააცნო. ამ ეტაპზე პროგრამების ფარგლებში ამ მიმართულებით და სერვისების შემოგთავაზოთ. არისა და ვფიქრობ ესეც მიღებულებების მონტანია დაუშვათ სასტუმრო. ვისაუბროთ არ მგონია მათ უარი გითხრან. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო დღეს შეხვდა სამცხე ჯავახეთის კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს. მოვისმინეთ დამსაქმებლების საჭიროებები, ინიციატივები და შეკითხვები. სამომავლოდ ჩვენ გეგმავთ თანამშრომლობა გავაგრძელოთ და კიდე დავგეგმოთ მსგავსი ღონისძიებები სხვადასხვა რეგიონებში. დღევანდელი შეხვედრა იყო ძალიან ინფორმატიული და ამავდროულად ძალიან საჭირო. ის დავინახეთ, რომ სახელმწიფო ყოველთვის მზად არის კერძო სექტორს მხარში ამოუდგეს, დაეხმაროს. ძალიან დიდი თანადგომა ვიბრძენი მე როგორც კერძო სექტორის წარმომადგენელმა იმ ახალ ინიციატივებში, რომელიც უშუალოდ დავაფიქსირე დისკუსიის დროს. ასეთი შეხვედრების, დისკუსიების და კითხვა-პასუხის რეჟიმში ერთის მხრივ ვიცნობთ ერთმანეთის საჭიროებებს, მეორის მხრივ კიდევ სამომავლო პერსპექტივები იკვეთება. როგორც შეიძლება იყოს დასაქმების ფორუმები, ვერქშოპები, რომელიც კიდევ უფრო მეტად ხელს შეუწყობს ორქულ თანამშრომლობას და სწორედაც ვფიქრობ, რომ სააგენტოს მიერ დაორგანიზებული მსგავსი ტიპის შეხვედრები ხელს უწყობს ორქულ თანამშრომლობებს. ეს იყო ბოლო ინფორმაცია პირველზე ერთმანეთს უბრალოდ 4-ზე შევხვდებით დროებით.